პენჭისყრის 4 რაუნდი და მე-10 სეზიაზე მიღებული ხმათა უმრავლესობა კათოლიკურ სამყაროს ახალი წინამძღოლი ჰყავს. კარდინალი რობერტ პრევოსტი ახლა უკვე ლეო მე-14 რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში პირველი ამერიკელი პაპია. ახალმა პონტიფიკოსმა საზოგადოებას არჩევიდან რამდენიმე წუთში მიმართა. 267 პაპის მთავარი გზავნილები იყო დიალოგების დამყარება და მშვიდობა. დაიბადა ჩიკაგოში და მსახურობდა პერუში. თვეების წინ მას კარდინალ ეპისკოპოსად დააწინაურეს და რომის პროვინციაში ალბანოს ეპარქიაში განაწესეს. მანამდე კი წლების განმავლობაში პერუში ერთ-ერთი ეპარქიის ეპისკოპოსი იყო. პირველი რეაქციები და მოლოდინები ქეთი ჩოხელი გვეტყვის, როგორ შეხვდნენ კონკლავის არჩევანს. რომის ახალმა პაპმა ლეო მე-14 ვატიკანში თავისი პირველი მესა აღავლინა. მსახურება სიქსტეს კაპელაში ჩატარდა, იქ სადაც კარდინალების სულ მცირე 2/3-მა კათოლიკური ეკლესიის ახალ წინამძღოლს ნდობა გამოუცხადა. პირველმა ამერიკელმა პაპმა მესა ინგლისურად დაიწყო და იტალიურად გააგრძელა. პონტიფიკოსი მიიჩნევს, რომ ეკლესია უნდა იყოს სინათლე იმ სიბნელეში, რომელიც დღეს მსოფლიოში სუფევს. თქვენი არჩევით ღმერთმა ეს საგანძური მომანდო, რათა მისი დახმარებით ვიყო ეკლესიის ერთგული მმართველი. მან ეს გააკეთა, რათა ის გახდეს უფრო სავსე ქალაქი. ისტორიის წინებაში გადარჩენის კიდობანი და შუქურა, რომელიც ანათებს ამ მსოფლიოს ბნელ ღამეებს. და ეს უნდა მოხდეს არა მისი ნაგებობების ბრწყინვალებით, ან მისი შენობების სიდიადით, არამედ მისი წევრების სიწმინდით. ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩიკაგოს გარეუბანში მდებარე ამ სახლში ერთ დროს მცხოვრები ადამიანი რომის პაპი გახდებოდა. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მორწმუნე ვარ, თუმცა ემოციურია იმის გაცნობიერება, რომ ჩვენი სახლის წინ რომის პაპი ცხოვრობდა. ამით ხვდები სინამდვილეში რა პატარაა მსოფლიო. ისევე როგორც თითქმის მთელი მსოფლიოსთვის, რობერტ პრევოსტის რომის პაპად არჩევა მოულოდნელი იყო მისი ოჯახის წევრებისთვის. ახალ არჩეული პონტიფიკოსის უფროსმა ძმამ ჯონ პრევოსტმა უმრავლესობის მსგავსად ეს ტელევიზიით შეიტყო, როდესაც სიქსტეს კაპელის თავზე ჯერ თეთრი კვამლი ამოვიდა. ცოტა ხანში კი წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივანზე ახალი პაპის სახელი გამოაცხადეს. ძმა ფიქრობს, რომ ლეო მე-14 ფრანცისკეს გზის გამგრძელებელი გახდება. რთულია სიტყვებით გამოვხატო, რას ვგრძნობ, როგორ შეიძლება ვინმე იყოს დღეს ჩემზე ამაყი. ის არის არამხოლოდ პაპი, არამედ პირველი ამერიკელი პაპი, პირველი პაპი ჩიკაგოდან და ჩემი ძმა. თავის გულით და სულით მას მისიონერობა სურდა, მას არ სურდა ეპისკოპოსობა, არ სურდა ყოფილიყო კარდინალი, თუმცა ეს იყო ის, რისი გაკეთებაც სთხოვეს. მისი სურვილი იყო პერუში დაბრუნება და მისიის აღსრულება, რადგან მას დიდი თანაგრძნობა აქვს უფლება ჩამორთმეულ ადამიანთა, უპოვართა და მათ მიმართ, ვისაც არ უსმენენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის პაპ ფრანცისკეს ნაკვალებს გაყვება და დაუცველებისთვის იმუშავებს. 79 წლის რობერტ ფრანცის პრევოსტი არ ყოფილა იმ კარდინალების სიაში, რომელსაც საერთაშორისო პრესა პაპობის ფავორიტ კანდიდატებად მოიაზრებდა. პრევოსტი ჩიკაგოში დაიბადა, თუმცა სასულიერო კარიერის დიდი ნაწილი პერუში გაატარა. თავდაპირველად როგორც მისიონერმა, 2015 წლიდან კი როგორც ეპისკოპოსმა. მას აქვს ამერიკის შეერთებული შტატებისა და პერუს მოქალაქეობა. ის კარდინალი 2024 წლიდან ფრანცისკეს კურთხევით გახდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე თებერვალში პაპმა ფრანცისკე მის წარადგინა ეპისკოპოსთა ორდენის წევრად და მიანიჭა ალბანოს საეპისკოპოსო ტიტული. კარდინალი პრევოსტი ეკლესიის წინამძღოლად კონკლავის მეორე დღეს აირჩიეს. ვატიკანის პრესსამსახურში ამბობენ, რომ კანდიდატურის სწრაფი შერჩევა ეკლესიის ერთიანობის ნიშანია. მშვიდობა და ერთიანობა იყო რომის პაპის პირველი მიმართვის მთავარი გზავნილები. ღმერთს ყველა ჩვენგანი უყვარს, ბოროტება ვერ გაიმარჯვებს. ყველანი ღვთის ხელში ვართ, ამიტომ უშიშრად, ერთიანად, ხელჩაკიდებულნი, ღმერთთან და ერთმანეთთან წინ წავიდეთ. ჩვენ ქრისტეს მოწაფეები ვართ, ქრისტე მიგვიძღვის წინ. მსოფლიოს სჭირდება მისი სინათლე, კაცობრიობას სჭირდება ის, როგორც ხიდი, რომლის მეშვეობითაც მიაღწევს ღმერთამდე და მის სიყვარულამდე. დაეთქვენს დაგვეხმარეთ ამ ხიდის მშენებლობაში, დიალოგის, შეხვედრის გზით, რათა ყველა გავერთიანდეთ და ვიყოთ ერთიერი, მუდამ მშვიდობაში. მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ პაპობის სახელის არჩევა უკვე იყო პონტიფიკოსის ერთგვარი გზავნილი მის ხედვებთან და პრიორიტეტებთან დაკავშირებით. როდესაც პაპი ლეო მე-14 წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივანზე პირველად წარდგა, მან რამდენიმე მინიშნება მოგცა იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს მისი პაპობა. პირველი იყო სახელის არჩევა. ლეო მე-13, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში გარდაიცვალა, იყო ცნობილი როგორც მშრომელთა პაპი. მას ადარდებდა სოციალური სამართლიანობის საკითხები. მან საფუძველი დაუდო კათოლიკურ სოციალურ სწავლებას. ის მხარს უჭერდა მუშებისადმი სამართლიან მოპყრობას, სამართლიან სამუშაო ანაზღაურებას, პროფკავშირებში გაწევრიანების უფლებას. მოსალოდნელია, რომ პაპი ლეო
აჟღერებს სოციალური სამართლიანობის გზავნილებს. მეორე მინიშნება იყო მისი პირველი მიმართვის ენა. ლეო ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა, თუმცა წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივანზე მან ინგლისურად არ ისაუბრა. მან იტალიურად ისაუბრა, რომის ენაზე და ასევე მიმართა თავის მრევლს პერუში ესპანურად. ისტორიაში პირველ ამერიკელ პაპს არჩევა მიულოცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. ტრამპმა თქვა, რომ ეს შეერთებული შტატებისთვის დიდი პატივია და ის მოუთმენლად ელოდება ლეო მე-14-თან შეხვედრას. აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელებში პრევოსტი ტრამპის ადმინისტრაციას ხშირად აკრიტიკებდა. კერძოდ კი ის არ ეთანხმებოდა ტრამპის მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკას. თავად პრევოსტის მშობლებიც იმიგრანტების ოჯახებიდან იყვნენ.